მოსალოდნელ საფრთხეებზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში საუბრობენ. მერის მოადგილე კოტე ბერიძიშვილი განმარტავს, რომ არაერთი პრევენციული სამუშაო განხორციელდა, მათ შორის ნავთის ხევზე არსებული ცენტრალური კოლექტორის მშენებლობა. წყალდიდობის შემთხვევაში მობილიზებულია საჭირო ტექნიკაც, თუმცა რაიონში არსებობს საფრთხის შემცველი ხევები და ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. მერის მოადგილემ წინა სტიქიის დროს თავისუფლების ქუჩაზე დაზიანებული გზის საფარის შესახებაც გააკეთა კომენტარი. წლევანდელი ზამთარი უჩვეულო არის გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის დიდ თოვლობამ საკმაოდ ისეთი შემაშფოთებელი დიდ თოვლობა იყო, რომ მიუჩვეველია ჩვენი მუნიციპალიტეტი ასეთ თოვლს. დიდ თოვლობის პერიოდში ჩვენ მობილიზებული ყავდა ჩვენი საკუთარი ტექნიკა და დიდი დახმარება გაგვიწია საგზაო დეპარტამენტმა, რომელიც პისიერად ახდენდა ხოლმე რეაგირებას ყველა ჩვენ მოთხოვნაზე. საბედნიეროდ შეწყდა დიდ თოვლობა, მაგრამ ეხლა იწყება მეორე ეტაპი თოვლის დნობის პროცესი, რომელიც არანაკლებ საშიშია წყალმოვარდნების კუთხით. რაც შეეხება წყალმოვარდნებს, მუნიციპალიტეტის სამწუხაროდ მწარე გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით. მიღებული გვაქვს პრევენციის ზომები, აი ცენტრალური, სადაც იყო პირველად წყალდიდობა, ცენტრალური კოლექტორის მოწყობის სამუშაოები, რომლებიც ახლა დამთავრდა სულ რამოდენიმე თვის უკან და გამართულად მუშაობს და დიდი იმედი გვაქვს, რომ აღნიშნულ ლოკაციაზე ესეთი რამე აღარ მოხდება. მობილიზებული ყავს ტექნიკა, ჩვენი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 3 ერთეული მძიმე ტექნიკა, კიდევ დიდი იმედი გვაქვს დახმარების საგზაო დეპარტამენტის და ძალიან ბევრმა სამშენებლო კომპანიებმა, რომლებიც ამ ეტაპისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუშაობენ, ბევრმა გამოთქვა სურვილი იმისი, რომ რთულ სიტუაციაში დაგვეხმარნენ და დახმარება გაგვიწიონ. ასე რომ მეტნაკლებად მობილიზებულები ვართ წყალდიდობის შემთხვევებში, მაგრამ ეს არ არის დამშვიდების საფუძველი, რჩება ძალიან ღიად შაშიანის ხევი, ვაჩნაძიანის ეგრეთ წოდებული შრომის ხევს ეძახიან. აქ ძალიან ისეთი რთული ლოკაციებია, სადაც სავარგულებში ვარდება წყალი და ასე შემდეგ. ასე რომ წყალდიდობების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სირთულეები იქნება, მაგრამ მეტნაკლებად მობილიზებულები ვართ. რაც შეეხება იმ ხიდის მონაკვეთს, რომელიც წინა წყალდიდობის შემთხვევაში იყო დაზიანებული და უпростоრად ხელოვნურად იყო ის ორ მომოჭრილო წყალი გაგვეტარებინა, გზიდან მოგვეცილებინა წყალი. საგზაო დეპარტამენტი იყო ჩამოსული, მონიშნულია, აზომილია და აი ამ ყინვების როგორც გადავა და ამინდები გამოვა, იმ წუთში დაიწყება მაგ ლოკაციის, ასე ვთქვათ, რეაბილიტაცია.